მოგესალმებით კომენტარის პოდკასტში. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ სასამართლოს ხდომებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 1 წელში პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში ისევ დაბრუნდა უკვე სასამართლოს ხდომებზე. ვაკვირდებით, რომ აქტივისტები, სტუდენტები, ჟურნალისტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ადამიანები და მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ, ამოხატავდნენ, დღეს ბრალდებულის, მჯარდებულის სკამზე არიან. ვაკვირდებით იმასაც, რომ ამ ხნის განმავლობაში სასამართლოს პრინციპების დარღვევას და დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ საიას ანგარიშზე, რომელიც ამ პროცესებს დეტალურად ასახავს და იმ ადვოკატებთან და ადვოკატთან ერთად, რომელიც ასევე იცავს ბრალდებულებს, მჟავრდებულებს თუ ადმინისტრაციულ საფრთხელ დადებულ ადამიანებს. ჩვენთან ერთად არიან დღეს ფატი ჩაფიჩაძე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსია და ჩვენთან ერთად არის ასევე მარია პატარიძე, რომელიც არის სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატი. მადლობა რომ მოახერხეთ და მოხვედით დღეს. მე მოდი დავიწყოთ მსჯელობა და საუბარი ზოგადად, ძალიან ზოგადად აი იმ ანგარიშზე, რომელიც მოამზადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის მონიტორინგის ანგარიში, რომელსაც უკვე ბევრი წელია ახორციელებს, 14 წელია უკვე ახორციელებს და ძირითადი აქცენტი იყო ამ სწორედ აი ამ ბოლო 1 წელში განვითარებულ მოვლენებზე და ანგარიში საუბარია სწორედ იმ 69 საქმეზე, რომელიც უკვე ფაქტობრივად დასრულებულია ან დასრულების ეტაპზეა პირველ ინსტანციაში მაინც. და აი გვითხარი, პატი, ზოგადად რას ხედავდით სასამართლოს ხდომებზე ამ ხნის განმავლობაში? რა ხდებოდა სასამართლოში? როგორც თქვი, ჩვენ 2011 წლიდან ვახორციელებთ სასამართლოს ხდომების მონიტორინგს და აი ბოლო წელიწადნახევარში რა გამოწვევების წინაშეც იდგა ჩვენი მონიტორინგით. მსგავსი გამოწვევები წინა წლებში არ ჰქონია და რა თქმა უნდა, რაღაც მონიტორინგის პროცესით ამან გაართულა, მათ შორის გამოწვევა ერთ-ერთი ისიც იყო, რომ აი სასამართლო დერეფნებში მანამდე არასდროს არ გვახსოვს ისეთი ძალადობრივი გარემო, დისკრიმინაციული გარემო, როგორიც ამ პროცესების მონიტორინგის დროს გვხდებოდა. და ეს დაკავშირებული იყო აი მხოლოდ ამ აქტივისტების სისხლის სამართლის საქმეებთან, იმიტომ რომ აი ელემენტარული ყველაზე მარტივი რამით რომ დავიწყოთ, სანამ სასამართლოს ხდომის დარბაზში შეხვიდოდი, გიწევდა რაღაც წინასწარ მოწყობილი ბარიკადის გადალახვა, რომელსაც აქტივისტები სასამართლოს ხდომების დაწყებამდე რაღაც ხვარს ავლებდნენ, რომ ამის იქით არ უნდა გადასულიყვნენ, როცა სხვა ადამიანების პროცესები ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და ამას ერთის მხრივ შეიძლება ახსნა ქონოდა მათი მხრიდან ის, რომ თითქოს ამით წესრიგს უზრუნველყოფდნენ, მაგრამ აშკარად დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანების გაღიზიანებას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ესეც იწვევდა ხოლმე, რომ მათ არ ეძლეოდათ სასამართლოს შენობაში ისე გადაადგილება, ისე თავისუფლად, როგორც სხვა პროცესის მონაწილეებს და მათ შორის გამოწვევები იყო საჯაროებასთან დაკავშირებით. ჩვენ ადრეს გქონია გამოწვევები საჯაროების თვალსაზრისით ის, რომ ხდომების შესახებ ინფორმაცია არ ქვეყნდებოდა, მაგრამ ეხა უშუალოდ ხდომებით რამდენიმე ხდომა დაიხურა თვითნებურად და ეს ჩვენ ანგარიშით შეფასებულია, როგორც მოსამართლის მხრიდან რაღაც თვითნებური რაღაც იმის გამოვლენა, რომ აი ადამიანებს არ მისცა ამ ხდომებზე დასწრების შესაძლებლობა, მაშინ როცა შეეძლო მას ინდივიდუალურად თუ ვინმე არ ღვევდა წესრიგს, რომ იმ ადამიანებისთვის მიეცა გაფრთხილება და იმ ადამიანებს დაეტოვებინათ ხდომის დარბაზი. როგორც წესი ამას აკეთებდნენ ხოლმე, ყველას ატოვებინებდნენ და აი ერთ ხდომაზე მაგალითად ისიც დაფიქსირდა, რომ მედია დაუშვეს და არ დაუშვეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუხსნიდით, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვართ და ამდენი წელი ვაკვირდებით პროცესებს, არ დაუშვეს ჩვენი დამკვირვებელი, რომელსაც არასდროს წესრიგი არ დაურღვევია და უფრო მეტით სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომელიც აი დახურულს ხდომებსაც ესწრება ხოლმე და რაც შეეხება აი ეტაპების მიხედვით, ყველა მიცის ახლა რომ დაყოფილია სისხლის სამართლის პროცესი ეტაპების მიხედვით და ყველა ეტაპზე იყო რაღაცა განსხვავებული მიდგომები, რასაც დაუშვათ ადრე უფრო ნაკლებად ვაწყდებოდით. ეს იყო აღკვეთის ღონისძიების პირველი წარდგენის ხდომებზე, შემდეგ ამ შეფერდებული პატიმრობების გადასინჯვა და აი პირველი წარდგენის ხდომებზე ჩვენ ვნახეთ, როგორ ყველას მიმართ ერთიანი სტანდარტით ითხოვდნენ პატიმრობას და ეს პატიმრობები სასამართლოს მხრიდან კმაყოფილდებოდა უაპელაციად, როცა არ იყო ინდივიდუალიზებული ის საფრთხეები, რაც შეიძლება მომდინარეობდეს კონკრეტული პირების მხრიდან და სასამართლო არც ინტერესდებოდა და აი ეს არის
ძალიან საგანგაშო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხო არ ეხება მსგავსი სტანდარტის დამკვიდრება, არ ეხება მხოლოდ აქტივისტების მიმართ მიმდინარე საქმეებს და ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერ სხვა ბრალდებულსაც, რომელთა მიმართებაშიც პროკურატურა გადაწყვეტს, რომ დაუსაბუთებლად მოითხოვს მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება და მოლოდინი ექნება, რომ სასამართლო ამას უაპელაციოდ დააკმაყოფილებს, როგორც აქტივისტებისთან მიმართებაში ხდებოდა ეს. შემდეგ იყო ამ პატიმრობების გადასინჯვები, სადაც არგუმენტები იგივე იყო, მაგალითად მოწმეებზე ზემოქმედება, ესეთი არგუმენტიც ჟღერდებოდა, ხო? როცა კი და აი ჩემთვის რაღაც კუთხით უხერხულიც კი არის, როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი პროკურატურიდან აცხადებს იმას, რომ ბრალდებულს, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს პოლიციელზე, რომელიც აი უნდა იყოს ერთ-ერთი იმის მაგალითი, ვისაც ზემოქმედება მინიმალური უნდა იყოს. აი ამგვარი მინიმალური საფრთხეები, მათ შორის ისეთ ადამიანებთან მიმართებაშიც განიხილებოდა, რომლებსაც საერთოდ არასდროს არ ქონიათ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი და არც არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდათ იმის, რომ მინიმალური იყვნენ და ახალი დანაშაულის საფრთხეზე ხო აღარაფერს არ ვამბობ, ძირითადი ბრალდებულების უმრავლესობა იყო ისეთი, ვისაც ადრე წარსულში არანაირი დანაშაული კი არა სამართალ დარღვევაც კი არ ქონიათ ჩადენილი და მათ მიმართაც აპელირება ხდებოდა იმაზე, რომ ისინი ჩაიტანდნენ ახალ დანაშაულს. ხო, აი ზუსტად მადლობა. ეხლა მარიამთან სანამ გადავალთ, რაც ახსენე. ეხლა უყურებდი მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რაოდენობასაც თვეები და წლების მიხედვით სამწუხაროდ უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით უკვე აღარ იდო, არა 2023 წლამდე იდებოდა ყოველ 2024-ში და 2025-ის ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი აღარ დევს, საქსტატით დევს თვეების განმავლობაში და ცხადად ჩანს, რომ აი აღკვეთის ღონისძიების ნაწილში პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი არის ძალიან მზარდი. თუ ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ 2023-ში, 2022-ში და ამ შემდეგ იყო დაახლოებით 40%-მდე გამოყენება პატიმრობისაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ისედაც 2025 წლის 8 თვის მონაცემებით რო დავაჯამოთ, ნახავთ, რომ უკვე 59%-იან, დაახლოებით ნახევარ ბრალდებულების ნახევარს, ეს არ ეხება მხოლოდ აქტივისტებს, ხო? ზოგადად ბრალდებულების ნახევარს უკვე პატიმრობა შეეფარდება ხოლმე და უბრალოდ რო შევხედოთ ივლისს და აგვისტოს, ჩვენ ვნახავთ, რომ ივლისსა და აგვისტოში 53 და 59% არის უკვე პატიმრობის გამოყენება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და უკვე მართლა უტოლდება სააკაშვილის ბოლო დროინდელ პერიოდსაც, როცა პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო. და ასევე ერთი მონაცემით, რო თქვა, ბრალდებულ და მჟავრდებულთა რაოდენობა საპატიმროებში იანვრიდან აგვისტოსთვის პერიოდში გაზრდილია 1532-ით. ესეც აჩვენებს, რომ ზოგადად რეპრესიულობა და ვინმეს თუ გონია დღესაც თუ გვიყურებს და კიდევ გონიათ რომ ეს რეპრესიულობა რაღაცა ტარგეტირებულია და კონკრეტულ ჯგუფებს მიემართებათ, ხო? ეს არ არის რეპრესიული მანქანა ყველასთან მივა, ვისაც ჩათვლის რომ უნდა მიაკითხოს, ხო? იმიტომ რომ ესე ხედავს. პერიოდში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ის, რომ ის ადამიანები, ვინც არ ელოდნენ, რომ როდესმე ბრალდებულები გახდებოდნენ და სხვა ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმპციებსაც შეიძლება არ ღვევდნენ, ეხლა ბრალდებულის სკამზე გვევლინებიან თვითონ და აი ეს სტანდარტი, როცა არ ხდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის დასაბუთება, ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება და ჩვენ მანამდე ანგარიშებში ჰქონდა ხოლმე ცალკე გამოყოფილი დაუსაბუთებელი პატიმრობის მაჩვენებლები და ის იმ პერიოდისთვისაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო და ეხლა პატიმრობების რაოდენობასთან ერთად ალბათ ეს მაჩვენებელიც უკვე გაზრდილი იქნება. ხო, ცხადია, მეც ესე მგონია, თან ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ 69 საქმეს, რომელიც აიას უწერია და 69-დან ყველა შემთხვევაში პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიებას მათ შორის, ხო? დაკმაყოფილდა. იქნებოდა ეს პატიმრობის ნაწილი, თუ იქნებოდა ეს გირო თანხის ნაწილშიც კი. რაც, ნიშნავს საერთოდ რომ არ აკვირდებოდი ამ პროცესებს და უბრალოდ რომ იგებ რაღაც აი მაგალითად 69 რო ავიღოთ, ხო? 69 ჯერ მოითხოვა 69 პირის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა და სასამართლომ დააკმაყოფილა და აი ადამიანი ფიქრობ, რომ მაშინ რაღაცში მჭირდება ეს სასამართლო, ანუ რისთვის მივდივარ, ანუ რისთვის ხდება, ხო, რა ეს პროცედურები და ძალიან საგანგაშოა ეს მაჩვენებელი. აი, მარიამ, ეხა ბევრი წელია, რაც პრაქტიკა გაქვს და აი ამ ბოლო ერთ წელში რამე განსხვავებულს, განსაკუთრებულს აკვირდები თუ არა, შენი პრაქტიკიდან გამომდინარეც, მათ შორის ამაზეც რო ვისაუბროთ და უშუალოდ შენი დაცვის ქვეშ ყოფთა საქმეებით შეგვიძლია მოკლედ მიმოვიხილოთ და შემდგომ უკვე კიდევ უფრო მეტად გავშალოთ.
პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, ბოლო 1 წელი ნამდვილად იძლევა იმის თქმის შესაძლებლობებს, რა გახდა უფრო დემონსტრაციული და სხვათა შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლო ცვლილებებს წინ უძღოდა ირაკლი კობაქიძის განცხადება, ხო, რომ სისტემური და მეთოდური მიდგომები დაანონსა ნულოვანი თანაგრძნობის ფონზე. და ბევრი საუბრობდა ამასთან დაკავშირებით და ჩემთვის ნიშანდობლივი რაც იყო, არის ის, რომ ეს არ ყოფილა რამე ახალი, ეს არის დემონსტრაციული ჩვენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა რომ ნულოვანი თანაგრძნობა იქნება, მაგრამ რომელ თანაგრძნობაზეა ბოლო 1 წელიწადში საუბარი, მაშინ როდესაც საპოლიციო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევების დროს დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თავად ჩადიოდა დემონსტრაციულ ძალადობას და ბოლო 1 წელი იყო ამის მკაფიო მაგალითი, ჩვენ ნახეთ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერებში ბრუტალური ძალის გამოყენება ასობით ჩვენს მოქალაქეზე და არათუ თანაგრძნობა არ გვინახავს ჩვენ ხელისუფლებისა თუ ცალკეული ინსტიტუტების მიერ გამოვლენილი, რაც ვალდებულება იყო კონკრეტული მაგალითად საგამოძიებო სამსახურის ახლა უკვე თბილისის პროკურატურის მხრიდან, ხო? არამედ ჩვენ ნახეთ როგორ გაუხსნა გარანტიები, როგორ მისცა სისტემამ ამ მოძალადე ეგრეთ წოდებულ შავნიღბიან სამართალდამცავებს იმ ფონზე, როდესაც ნიღბის ტარება ავტომატურად პატიმრობას უდრის ყოველდღე, ყოველ საღამოს თუ ტროტუარიდან, არ ვიცი, 10 სანტიმეტრით გზაზე გადახვალ. ხო, ვინმე სულ არ ეკონოს, როცა ნიღაბს არ გქონდა. პირბადეცი, სამედიცინო პირბადე. მიგეო ვაჟა გაფრინდაჟის შემთხვევაში ცეხა ნახეთ, რომ ექიმით დააპატიმრეს იმის გამო, რომ ეკეთა პირბადე. კი. და თქვენ მკითხეთ ასევე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით, ბოლო საქმე, რომელიც ასევე მოხდა SIS მონიტორინგის ქვეშ, ეს არის ზვიადრატიანის საქმე და აღკვეთის ღონისძიებაზე რო ვისაუბროთ, ჩვენ ფაქტობრივად ყველა ვნახეთ, მე პირადად საქმის მასალები, როდესაც გადმომეცა, გახსნილი არ მქონდა ფიზიკურად, ტექნიკურად ვერ მოვასწარი, რომ ფლეშკა შემეერთებინა და მენახა საქმის მასალა, მაშინ როცა პროპაგანდისტულ მედიებს უკვე გავრცელებული ჰქონდათ ზვიადრატიანის მიერ განხორციელებული ქმედების ამსახველი კადრები, ხო? და ამ საქმეში მთავარი მოწმეები და ვფიქრობ ერთადერთი მოწმეებიც იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და პროკურორი ზვიადრატიანის პატიმრობის დასაბუთებისთვის საფუძვლად უთითებდა, რომ თურმე ზვიადრატიანი უკვე გამოკითხულ მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენდა და მეორე ფორმალური საფუძველი, რასაც მისი პიროვნების წარმოსაჩენად იყენებდა პროკურორი, ეს იყო ის, რომ თურმე ზვიადრატიანი 19 ჯერ მდგარა რუსთაველის გამზირზე. მდგარა, ვამბობ, იმიტომ რომ ჯერ სასამართლოს არ შეუფასებია იყო თუ არა სამართალდარღვევა ჩადენილი მისი მხრიდან. ამიტომ სისხლის სამართლის საქმეზე აი ეს ფორმალური საფუძვლები იყო წარმოდგენილი განაჩენის დღემდე, რის გამოც ის პატიმრობაში რჩებოდა. არ შემიძლია ასევე არ შევეხო მაღაროელ მერაბს არალიძეს, რომელიც მართალია თქვენი მონიტორინგის ქვეშ ეს საქმე არ მოექცა, თუმცა ჩვენი ორგანიზაცია ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული და მე პირადად ჩემს კოლეგასთან ერთად ვიცავ მერაბს არალიძის ინტერესებს და ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და სხვათა შორის ამ ნაწილში გაიზიარა კიდეც სასამართლომ ეს არგუმენტი, თუმცა ზუსტად იგივე საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებით, მოწმეების ზეგავლენის მოხდენით და ახალი დანაშაულის ჩადენით, ადამიანზე, რომელიც 10-ზე მეტი წლის მანძილზე მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო, მისი საქმიანობა, მისი ცხოვრება მაღაროს უკავშირდებოდა, იმ ფონზე, როდესაც კომპანია ჩაგრავდა მას როგორც დასაქმებულს და სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის პირობებში, დღემდე მერაბს არალიძე ირჩება იმიტომ, რომ თავის წუხილებზე ღია დაფიქსირებდა პოზიციას და ეს საქმე არ არის მხოლოდ რიგითი მაღაროელის საქმე, დიახ, ეს საქმე უკავშირდება პროტესტს. იმიტომ რომ სწორედ
მის მიერ გამოხატული კრიტიკული პოზიციების გამო დღემდე რჩება საპატიმროში და ეს არის ჯგუფური საქმე 4 ადამიანი და რა თქმა უნდა მოსამართლეს ამ საქმეში ინდივიდუალური მახასიათებელი თითოეულ პირთან მიმართებით არ შეუფასებია და ამ დრომდე ისინი რჩებიან აი ამ დაუსაბუთებელ პატიმრობაში. ვინმე თვალის მოკრატვით წვეთ ამ ჭეთროლების და ჭეთროლ ბიჭების ამბავსაც ან თუ გახსოვთ ძალიან მასშტაბური აქციები იყო მარტში, აპრილში ეს პერიოდია, როცა ჭიათურაში 3000-ზე მეტი ადამიანი გამოდიდა, რაც ძალიან ბევრია იმ ქალაქისთვის და რეგიონისთვის და სწორედ ამ პერიოდში ემთხვევა მათი დაკავება და უკვე ამ ხნის განმავლობაში უკვე კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივად როგორ შეძლეს და პროტესტი რაღაცა ნიველირება გააკეთეს, შემდგომ მაღაროელების ნაწილი დააშინეს ქარხნები და მაღაროები გახსნეს და ასე შემდეგ, ხო? და ერთი ძალიან მოკლე ჩართვა მინდოდა გამეკეთებინა, რომ არავის პატიმრობის მომხრე არ აბსოლუტურად, ხო? აი ეს ზოგადად და მე სულ მაგას ვამბობთ, რომ აი უკიდურესზე უკიდურეს შემთხვევა იყოს, რომ ადამიანი წინასაპატიმრობაში უნდა გაუშვა. უბრალოდ ლოგიკას რო გავყვეთ, აი იგივე ზვიად რატიანის შემთხვევა, მერაბ სარალიძის შემთხვევა, ფატის მიერ მოყვანილი მაგალითებიც შაბლონური დასაბუთება, რომ პოლიციელზე ზეგავლენაც მოახდენს და მოწმეს, ხო? და წარმოჩენა. ხო და ამასობაში ჩვენ გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევა, რომელიც გირაო გამოიყენეს და ვინმე ზეგავლენა შეუძლია, ვინმეზე მოახდინოს ყოფილ პრემიერს, რომელსაც რა ვიცი, ბევრი ნაცნობი ყავს, ხო, ასე შემდეგ და ამას როცა ეს შაბლონად იყენებ და მე ამ შემთხვევაში პროკურატურა შედის გირაოს მოთხოვნით, ну რა თქმა უნდა ჩდება სხვადასხვა ვერსიები და ერთიც ხო, ну აქ შეიძლება იმის თქმა რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უბრალოდ მისი პოლიტიკური და მორალური განადგურება იყო ჯერ მთავარი ამოცანა და შემდგომ იხედავენ უკვე სამართლებრივ ნაწილში ეს რაც უკვე მას აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მართალია პირველ წარდგენის ხდომაზე არ ვაკვირდებოდით ამ პროცესს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სასამართლო წარმოებას აუცილებლად დავაკვირდებით და ჩვენი მონიტორინგი გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეხა კარგად იცის საზოგადოებამაც რა წნეხს და რეპრესიებს განიცდის NGO სექტორი, მაგრამ ჩვენი რესურსებით ვახერხებთ, რომ ეს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე დიდ გავრცელდა მისი პირველი წარდგენის ხდომაზე, პროკურორი საუბრობდა იმაზე, რომ გამოსაკითხი პირები იყვნენ მისი ახლო ნათესავები და აი რა ვიცი, წარმოუდგენელია ხო, აქეთ რო ხედავ, რომ ვიღაცაზე ამბობენ, რომ შეიძლება პოლიციელზე მოახდინოს გავლენა და იქით ადამიანი გირაოთი გამოუშვეს, რომელზეც ამბობენ, რომ შეიძლება გამოიკითხონ მისი ახლო ნათესავები, რომელზე გავლენის მოხდენის რეალური ბერკეტები შეიძლება გარეთ ყოფნის დროს უფრო მეტად გქონდეს. და აი ამ ხას გავაგრძელებ ზუსტადაც რომ მაღაროელი მერაბ სარალიძის საქმე კონტრასტული არის თუნდაც ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რა არის აღკვეთის ღონისძიების მიზანი, რომ მას ჰქონდეს შემაკავებელი ფუნქცია, გარკვეული საფრთხეები, რომ არ განხორციელდეს, ხო? და მაღაროელი მერაბ სარალიძე და სხვა პირებიც, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან, ის ადამიანები დღემდე მათი ოჯახებით განან ყოველდღიური, არ ვიცი, ლუკმა პურის მიღმა დარჩენილები არიან უიმედოდ, იმიტომ რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ამ შემთხვევაში იყო მერაბ სარალიძე და გირაოს სწორედაც რომ აი ამ უმძიმესი სოციალურ მდგომარეობის გათვალისწინებით ექნებოდა შემაკავებელი ეფექტი. მაგრამ ამ შემთხვევაში არაპროპორციულად ჩათვალა და არამიზანშეწონილად გირაოს გამოყენება და ხო გამოიყენა უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. ამიტომ ეს კონტრასტები ბუნებრივი არის, რომ ადამიანებში თუ რამე განცდას იწვევს, ეს არის უსამართლობის განცდა. ამიტომ გასაგები არის ალბათ მათი мотиваცია, რომ ვისი და კონკრეტულად რა სეგმენტის დაშინება უნდათ და სწორედ დაშინება სამაგალითო დასჯა და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დევნა არის მიზანი არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებში, თქვა დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიების, მაღალი სასჯელების, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების, არამედ მანამდე ეს არ დაწყებულა არც სისხლის სამართლის საქმეებით, არც განაჩენებით და ცხადი არც ამით არ დასრულდება. სხვათა შორის აი ნიშანდობლივი არის ზუსტად ის, როდის რა ვითარებაში ხდება საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. და ჩვენ ვიცით რომ რომელ ეტაპს გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო. აი რომ დავიწყოთ. კი, აი ბოლო ერთ წელს ამბობ? ბოლო ერთ წელს გულისხმობ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 17 ოქტომბერს
ეს იყო მეოთხე სერია იმ წებისა, რაც მოხდა საკანონმდებლო ინიციატივებით პარლამენტში და მე კანონების მიღებით დასრულდა და ეს ყველაფერი მოხდა არჩევნების შემდგომ. და რატომ არჩევნების შემდგომ? იმიტომ რომ რეალურად მოქმედი ხელისუფლება, ერთპარტიული პარლამენტი არის პოლიტიკური კრიზის, ხო, თურმე უკვე აღარ, პოლიტიკური კრიზისის პირობებში მას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა და აი ამ პოლიტიკური რეპრესიების ლეგალიზებით და რაღაც ლეგალისტური ფასადების შექმნით ცდილობს შეინარჩუნოს სახე და შეინარჩუნოს ძალაუფლება. რაშიც ეხმარება საპოლიციო რეჟიმის უფლებამოსილების გაფართოება და ეს ყველა საკანონმდებლო ცვლილება არის სწორედაც რომ აი ამ საპოლიციო ძალაუფლების გაფართოებისკენ მიმართული და ჩვენ ვხედავთ რომ პოლიცია იქცა მნიშვნელოვან პარტიული ინტერესების გამტარ თავარ ბერკეტად და ეს პოლიცია ხა ყოველთვის პოლიტიზირებული და პარტიული შრომოქმედება ხედავთ, მაგრამ ესეთი დონით კარდბლანშის მიცემა უკვე ოცნების პირობებში პირველად იყო, როცა სრული კარდბლანში ჰქონდა წინა მithumetes აი ეგრეთ წოდებული ხარებას დროს საერთოდ მთლიანად მიშვებული იყო გომელაური ხარებას და ეხა რაღაცნაირად პოლიციური რეჟიმი აქვს დამყარებული, ოღონდ ის ბრუტალურობის ხაზი აღარ უნდა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ბრუტალურობის ხაზს გულისხმობ. თუმცა ჩემთვის ნიშანდობლივია ის, რომ ეს არის მხოლოდ მოჩვენებითი იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ბრუტალურ ძალადობებზე, რომლებიც მეთოდურობით, ინტენსივობით და სისასტიკით ხშირ შემთხვევაში არასათანადო მოპყრობისა და წამების მაკვალიფიცირებელ, ასე ვთქვათ, შემადგენლობას იძლეოდა და უტოლდებოდა და ამ ხარისხის მძიმე დანაშაულებს დღემდე აი არ ვიცი მოსაჩვენებლად საილუსტრაციოდ ერთი სამართალდამცავიც არ დასჯილა და ეს არის ზუსტად ის რაც მაფიქრებინებს რომ ეს არის მოჩვენებითი და საჭირო დროს საჭირო შემთხვევაში არ არის გამორიცხული ეგ ყველამ ვიცი მე მგონი რომ ანუ ამ პრინციპში ეგრეთ ერთი ხო აი მარიამ რას თქვა ძალიან სწორი აღნიშნა იყო როდის იწყებს ხელისუფლება ამ კანონების დამძიმებას, როცა მას ალაპარაკო საკუთარ მოქალაქეებთან ნაკლები აქვს, ვეღარ ახერხებს და იწყებს პოლიციური ძალით და ენით ლაპარაკს და თან თავის ძალიან კარგი გადასარევი პროპაგანდისტური მანქანა შევა ქოთოცნებას, რომ პროპაგანდისტ მიმართულებებში, ყველაფრის კადრებაში ამ მიმართულებით ბადალი არ ყავთ და შემდგომ იწყება ამის შეფუთვა, ხო, მომზადება მოქალაქეების, რომ კანონი არსებობს, უკვე ხო იწერება და ამის დარღვევა ხდება ხალხო და მე მოქალაქეები, რომლებიც ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ არიან თქვათ რაღაც იმის ქვეშ, გავლენის ქვეშ იწყებენ რომ კანონი დაარღვია მან. აი მაგალითად ეხლა რო თქვათ ერთი შემთხვევა, ხო? აი სასამართლოს ხდომების გადაღება იყო ჩვეულებრივ შეიძლება სასამართლოში ეზოში გადაღება იყო ჩვეულებრივ დაშვებული, ხო? სასამართლოს რაღაც შენობაში გადაღება ეს აიგრძალა. ეხლა შეიძლება გითხრას ყველამ რომ იცი რა, ვიღაცამ რომ გადაიღოს რაღაც მოყვა პასუხისგებლობა, კანონით არის აკრძალული, როცა უკვე გუშინ წინ არ იყო და აი ამაზეც რო თქვათ რა გავლენა აქვს, რომ მედიებისთვის სასამართლოს ხდომები დაიხურა, ხო? იმიტომ რომ ერთი მარტივი მაგალითი რომ მოყვეთ, აი შვიდპირიანის ხდომა რო იყო ერთხელ და მოწმეს რო კითხავდნენ და იქ რომელიაო გვაჩვენებო ბრალდებული რო ეკითხება, ინმაჭკადოა და რო აჩვენებს და აღმოჩნდება რომ ბრალდებული იმ ხდომას არ ესწრება, ხო? მეტი რა უნდა გაშიშულდეს, ხო, სისტემა? ხო, ზუსტად ეს იყო მიზანი, რომ ადამიანებს თავის თვალით არ ენახათ, რაც ხდებოდა იმ ხდომის დარბაზებში და აი როცა კანონშემოქმედებაზე ვსაუბრობთ, თუ გადავხედავთ იმას, როგორ ხდება კომიტეტებზე ამ კანონების განხილვა, ანუ 3 წუთში მიღებული კანონი არ შეიძლება რომ გამომდინარეობდეს კანონშემოქმედებითი მიზნებისგან გამომდინარე და ანუ ეს პროცესებიც, რასაც უკვე კანონად ქცევამდე ეს კანონპროექტები პარლამენტში გადის, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ერთპარტიული რაღაცა ერთი დაკვეთის შესასრულებლად მომზადებული კანონპროექტები და მას არაფერი არ აქვს საერთო კანონშემოქმედებით საქმიანობასთან, რითაც პარლამენტი უნდა იყოს დაკავებული და აი მართალი გითხრათ ეს ჩემთვის იმდენად
რამდენად დამთრგუნველია, როცა აი სისხლის სამართლის კოდექსში არ შეიძლება, ანუ სხვა კანონებშიც, მაგრამ ეს ხო რაღაცა უფრო ისეთი ამსუსხავი ეფექტის მქონე ბევრ ადამიანზე და უფრო ისეთი აი 3 წუთში როგორ შეიძლება რომ კომიტეტმა განიხილოს ეს ისე რომ ერთი კითხვაც კი არ გაუჩნდეთ, ხო შეიძლება რომ რაღაცა პროცესს მოჩვენებითი ხასიათი მაინც შესძინო და ვიღაცამ რაღაც ისეთი ელემენტარული კითხვა მაინც დასვას და აი ბოლო პერიოდში ფინანსურ დანაშაულებთან მიმართებაში რაც უნახეთ ეს იყო სრულად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ამ ქვეყნის დატოვების აკრძალვა შეიძლება ადამიანი ნასამართლევი აღარ იყო, მაგრამ ზიანი არ ქონდეს ანაზღაურებული და ვერ ახერხებდე დაზარალებულის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვებას და ეს არის აი დაზარალებულის როლი სისხლის სამართლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია უნდა ხდებოდეს მისი ინტერესების დაცვა და გათვალისწინება, მაგრამ არ შეიძლება რომ დაზარალებულის ნება ესე ფართოდ შემოვიყვანოთ სისხლის სამართლის პროცესში, მაშინ როცა არსებობს სამოქალაქო წარმოების მექანიზმები და ეს ზიანის ანაზღაურება დაზარალებულს შეუძლია რომ სამოქალაქოთიც მოითხოვოს და არ შეიძლება რომ ეხლა ერთი მაგალითი რა ვთქვა, მაგალითად ბაჩიაშვილმა რომ მოიხადოს ნასამართლობას გაუქარტა და ფული არ ქონდეს ივანიშვილის დაბრუნებული, ივანიშვილის ნებართვის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს. ხო, აი იცით რა არის, არ ვიცი ბაჩიაშვილის ბრალები ისეთი ესიობითი ხო, რამდენად შეეხება ამ კონკრეტულ ადამიანს არ ვიცი, მაგრამ ეს ხო არ იმოქმედებს მხოლოდ ბაჩიაშვილზე, ანუ ეს აი ყველაზე ისეთი ფართოდ გავრცელებული დანაშაულია თაღლითობა და თაღლითობაში ბრალდებული ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს შეიძლება ის შეეხოს და ეს ახლა თუ გონია რომ ვინმეს თუ გონია რომ შეიძლება კონკრეტული პირების თვის მიღებული კანონი იყოს მომავალში შეიძლება ეს ამ ადამიანებზე იმუშაოს და დაზარალებულზე აი როცა ვამბობთ შენ თუ გახსოვს ოჯახური ძალადობის საქმეებში სულ იყო ის რომ დაზარალებულზე ზემოქმედებას ახდენდნენ რომ მას რაღაცა პრეტენზიის არ ქონის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული რაღაც განცხადება მიეტანა სასამართლოში და ეს ამ თვალსაზრისით ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით აი ამ დაზარალებულს და ამ მსჯავრდებულს შორის ურთიერთობას მერე რა ეტაპზე გადაიტანს და ეს სამართალს შეიძლება გაცდეს ეს პროცესები. მაგრამ ეხლა ჩვენ ერთი საჯაროების ნაწილზეც რო ვთქვათ სასამართლოში შეზღუდვის მიმართულებით და ალბათ მაინც ცოტა აი კიდე ერთხელ ხაცი გავუსვათ იმას და პატისთანცი გიკითხო მექნებოდა არაადამიან მოპყრობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ნახეთ ნოემბერ-დეკემბერში განსაკუთრებით და ანგარიშსა ეს ასახული და მათ შორის თქვენც ყავთ ხო დაზარალებული პირები, რომელსაც იცავთ. აი რა ქმედებებს ახორციელებს, როგორც იურისტებს უყვართ აი ამ ტერმინს გამოყენებთ სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენ ვერანაირი რეალური ის ვერ ვნახეთ, ხო? პასუხისგებლობის დადგომა. ერთი რაც მახსენდება არის ნინო წილოსანი, როცა გურამ რო გავა მიტის მასთან თუ გახსოვთ და კი რაღაც ადამიანი ძლივს რო გადარჩა მცირე ინციდენტად რო შეაფასა, ადამიანი კი ნაღა მოკლეს, ხო? მართლაც თუ გადარჩა. ესეთი დამოკიდებულება ქართულ ოცნებას და მე თვეების განმავლობაში ეხლაც უყურებთ ხო საზმაუს მარში რომ მივიდა კალაძის შტაბთან და მე შეფასებები იყო ესენი ქალები რო გალახეს პირდაპირ და ესენი ხო არც ქალები არ არიან, ესენი ხო არც ადამიანები არ არიან, ეს რაღაც სხვა ჯიშია, კალაძე ამბობდა და სხვა ესენი ხო ოცნების წარმომადგენლები და აი ერთი თქვა საჯაროობის ნაწილში რა მნიშვნელობის იყო მედიის კონტა უფლება გადაიღო, მეორე წამება არადამე მოპყრობის გამოძიებებზე და აი ეს ნაწილები რო შევაფასოთ. კარგი გადასვლა იყო ბიკო და მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ სწორედ მინდოდა გამოხმაურებოდი ფატირაზეც საუბრობ და დაზარალებულის ინტერესებზე და სხვათა შორის ის შინაარსი კონკრეტული ცვლილებების ზუსტად მიუთითებს რა არის არა მხოლოდ კანონმდებლის, არამედ მოქმედი ხელისუფლების მიზანი და რა ინტერესიდან ამოდის. ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში ის გვესაუბრება იმ პათოსით, რომ დაზარალებულის ინტერესები ამოძრავებს, მაშინ როდესაც 300-მდე ნაწამები არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ახალგაზრდა ყავს სახეზე, ჩვენ მათ ხვდებოდით იზოლატორებში, სასამართლოებში, ქუჩებში, ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს გაუგონარი ბრუტალური ძალადობა და სახელმწიფოს ამ დაზარალებულების მიმართ არათუ პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია, არამედ ეს დაზარალებულები თვითონ დასაჯა და დასაჯა როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის წესით. მაგალითად ერთ-ერთი არის დავით ხომერიკი. ჩვენ 50-ზე მეტ საქმეს მივყვებით ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში აქციაზე დაზარალებული მსხვერპლი პირების მიმართ და ნიშანდობლივი რაც გამოიკვეთა
არის შემდეგი. დაზარალებული სტატუსის მინიჭება მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ხდება ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირების შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით ვინც არიან დღეს უკვე თავისუფლება აღკვეთილები და მათ მიმართ განაჩენებიც არის დამდგარი აბსოლუტურად იგივე ტიპის იმავე მეთოდებით განხორციელებულ ქმედებებზე გართულებული არის სტატუსის მიღებაც კი სისხლის სამართლის წესით ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირების მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანი რაზეც მინდა ვისაუბრო არის ის რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გამოვლენილი ქმედებები ინტენსივობით, მეთოდებით, სისასტიკით უტოლდება წამებას, არასათანადო მოპყრობას. რას ნიშნავს ეს მარტივად რომ ვთქვათ? ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მოძალადე ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ჰქონდა ერთგვაროვანი ხელწერა, რაც გამოიხატებოდა შემდეგში. ძალადობის გამოყენებით ხდებოდა ამ პირების ძირს დაგდება, შემდგომ წრეში მოქცევა და ჯგუფურად ხელებისა და ფეხების რტყმა, შემდგომ ასევე ძალადობით კორდონებში გატარება, სადაც ასევე ჯგუფურად ძალადობდნენ მათზე და უკვე ასევე ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირების სასტიკი ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მობილიზებულ სამარშრუტო ავტომობილებში ჩვენ ხედავდით და ვნახეთ პირდაპირ ეთერებიდან ზუსტადაც რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელების მიერ რუპორით გირენება ამ ადამიანების დამცირება ღირსების საყრა და სწორედ აი ამ მიკროავტობუსებში ადამიანებს ემუქრებოდნენ იმით რომ გააუპატიურებდნენ და მისი ოჯახის წევრებს დააკავებდნენ შემდგომი ეტაპი იყო ის რომ უკვე პოლიციის განყოფილებაში ამ შემთხვევაში გულისხმობ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს იქ გრძელდებოდა მათზე ძალადობა და მუქარა და სრულდებოდა ეს ამბავი იმით და დასრულდა იმით რომ ეს ადამიანები დაჯარიმდნენ და ზოგჯერ ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი წესით აქეთ სახელმწიფომ უთხრა რომ შენ დამნაშავე ხარ კონკრეტულ ქმედებაში და ნუ რა შინაარსი საქმეები იყო ეს აი ეს ანგარიში კარგად არის მიმოხილული. ამიტომ ზოგადად დაზარალებულის პათოსით საუბარი გარკვეულ ფინანსურ დანაშაულებზე არის მართლაც კარგად ასახავს რა არის მათი ინტერესი და ვისი ინტერესების დაცვა არის რეალურად ამ საკანონმდებლო ცვლილებებით მიზანი. ის იცავს იმიტომ რომ თანხები სრულად ამოიღოს კონკრეტულ ფინანსურ დანაშაულებებთან მსჯავრდებულ პირებისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვით ვითომ დაზარალებულის ინტერესებს, მაშინ როდესაც ნაწამები ადამიანების ბედი უბრალოდ არ აინტერესებს და კიდევ გვეუბნება აი ასე დემონსტრაციულად ქვეყნის პრემიერი რომ პროტესტში ჩართული პირების მიმართ მათ ექნებათ ნულოვანი გრძნობელობა, მათ შორის მსხვერპლების მიმართ. ეს არის ის, რასაც ჩვენი პრემიერი გვეუბნება, ჩვენი ამ შემთხვევაში ხალხის, გულისხმობ იმ ნაწილის ოცნების, კი დავაზუსტებ და როგორც მინიმუმ აი მართლა უხერხული არის რომ დაზარალებულის პოზიციიდან გვესაუბრებოდეს ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელსაც ასობით ნაწამები ადამიანი ყავს ქვეყანაში და ერთი მათგანის მიმართაც რაღაცა იმოჩვენებითი პასუხისმგებლობის დაყენების განცდაც არ შეუქმნია. ეს რიცხვი საიდან მოვიდაო, ეს რიცხვი უნდა სახალხო დამცველის პირდაპირ მის მიერ არის აღნიშნული. ხო, რა თქმა უნდა, ენჯოის და ნუ უბრალოდ სახალხო დამცველს ჰქონდა აღნიშნული თავიდანვე ნოემბერ-დეკემბერში და ეხლა მგონი მის მიმართ რაღაცა ლეგიტიმაციის პრობლემა ოცნებას ამდღოდ არ აქვს. ხო, არაფერს ყოველ შემთხვევაში ასეც არ იტყვიან, რომ ეს მოგონილი რაოდენობა. თუმცა ამ ანგარიშში სახალხო დამცველის წვლილი ალბათ ყველაზე მინიმალისტურია და მადლობა იმ გუნდს, იმ პროფესიონალებს, რომლებიც დღემდე რჩებიან იმ მიზნებით, რომ აი ესეთი შინაარსის ანგარიშები ხელმისაწვდომი აპარატს. მისი როლი დიდია პირიქით, ხო, რა თქმა უნდა, რომელიც მაინც ეხლაც რო ვაკვირდებით, ციხეებშიც შედიან, ანუ ნახულობენ მდგომარეობას ასე შემდეგ. ცხადია, ეხლა შეიძლება სხვა მოლოდინებიც უფრო მეტი და მაღალი მოლოდინებს უნდა გქონდეს ჩვენ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც. უბრალოდ აი ზუსტად ამაზე რომ ვლაპარაკობდით, გამახსენდა ზუსტად რა არის, როგორ შეყავდათ ზუსტად ამ კორდონში, როგორ ცემდნენ ნაცემი ადამიანი ნეკნებ ჩამწრეული რომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს მაშინ
და არავინ არ არის დასჯილი არც იმ საქმეს და პირიქით. ძიმა იყო ამ პროცესებზე ეს ნაცამი ადამიანები რომ იყავდათ სასამართლოში და სასამართლოსგან რო ისმენდნენ რომ ეს მისი საქმე არ არის და ამ პროცესის ფარგლებში ეს არ განიხილება და მას არ ეხება. ეგ მეგონა რაღაც მომენტში დავტოვეთ. ეგ რაღაც მეგონა ეს გადავლახეთ და თურმე რა გადალახეთ. ხო არაფერი გადალახეთ. თვალსაზრისით ძიმა, იმიტომ რომ შენ სასამართლოში სხდომის დაწყების პირველივე ეტაპზე რო ისმენ რომ აი ესეთი წამება ძალდობა განიცადე და მოსამართლე რო გაუბნება რომ იცი რა არის ეს მას არ ეხება. აი ამის იქით უკვე ალბათ ფიქრობ რომ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს დანარჩენ რამეზე საუბარს ხო როცა ესეთი რაღაც ნაწავები ადამიანი ისმეს ამ ყველაფერს და აი რაც შენ აღნიშნე მარიამ ეს წამება არასათანადო მოპყრობა ხდებოდა საჯაროდ და ამას როგორც ჩვენ ხედავდით ისე ხედავდნენ პროკურატურის წარმომადგენლები მაგრამ მათი სისხლის სამართლის პოლიტიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნივთის დაზიანებები ვიდრე ის რომ აი ეს ნაწამები ადამიანებისთვის რაღაც თვალსაზრისით მაინც გაეცათ პასუხი და თუნდაც ერთი პირი მაინც გამოევლინათ ამ საქმეებზე და საერთოდ ის სამსახური სპეციალური საგამოძიებო სამსახური რომელიც რაღაცა ესეთ კარგად შეფუთული სამსახური იყო რაღაც გარკვეული პერიოდის მანძილზე და მასში იდებოდა ძალიან დიდი რესურსი ერთი ხელის მოსმით გააუქმეს და საერთოდ დამოუკიდებლად წოდებული რაღაც სამსახურიც კი არ გვყავს ქვეყანაში ვინც ამ საქმეებზე რეაგირებას მოახდენს. სხვათა შორის იმ ხაზის გაგრძელება მინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე კიდევ რა არ ფასდება პროცესებზე. ერთ-ერთი ეს არის დაკავების კანონიერება და სამართალდამრღვევებად პირები მიიჩნევიან იმის და მიუხედავად მათი დაკავება მოხდა თუ არა კანონიერად და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც 17 ოქტომბრის ცვლილებებით მოხდა. სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დანაშაული გახდა და სხვათა შორის მხოლოდ პატიმრობით თავისუფლების აღკვეთით უბრალოდ ერთ წლამდე ვადით ისჯება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა. თუ პირი მიიღებს მონაწილეობას და დარჩება აქციაზე, მას შემდგომ რაც მაგალითად ხმამაღლა მოლაპარაკე ერთხელ გაფრთხილებას გააჟღერებს აქციის მონაწილეების მიმართ. ვთქვათ რომ ადამიანს გახარ აქცია და როგორც ნოემბერ-დეკემბერში იდექი, ვთქვათ რომ ვინც ხარ ამასობაში ისმის მოქალაქენო დაიშალეთ და სადღაც შეიძლება რაღაც ჯაჯგურიას შორს შეიძლება აი რაღაც 4 ოქტომბერს როგორც ორბელიანზე რაღაცა ხდებოდა შეიძლება რუსთაველზე იყო იქაც თქვა რომ დაიშალეთ ამ დროს შეიძლება არ დაიშალეთ და ამის შემდგომ შენ თუ დაგაკავა პოლიციამ გაგიშვებს სისხლის სამართლის წესით ერთ წლამდე კი იმიტომ რომ შენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაშლილ აქციაში მიიღე მონაწილეობა ოღონდ ისე გაგიშვებს თან რომ მოსამართლე არ შეაფასებს აქციის დაშლა იყო თუ არა კანონიერი იმიტომ რომ ეს არც ეს ქმედება აქამდე იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ხო? და ადამიანები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ იმგვარად, რომ მოსამართლის არ შეუფასებია მოხდა თუ არა აქციის დაშლა კანონიერად. ეს არის გასაჩივრებადი სასამართლოში, ოღონდ სხვა წესით. და ეს რას ნიშნავს იცით, რომ მაგალითად მე გასაჩივრებული მაქვს, მე ამ შემთხვევაში სოციალური სამართლიანობის ცენტრს 3 წლის წინ ერთ-ერთ აქციაზე დაშლის კანონიერება და მოსამზადებელი სხდომაც არ არის ჯერ ჩანიშნული. ან აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საპოლიციო ღონისძიების გასაჩივრება და სასამართლო კონტროლი რამდენად ეფექტურია. სოციალური სამართლიანობის ცენტრში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, მაშინ ჯერ კიდევ ნამოხვანის აქციები იყო და თუ გახსოვთ საპოლიციო ბლოკპოსტები რომ იყო და ეს რკინისჯებირები რომ იყო, სადაც გადაადგილება ნამოხვანის მიმართულებით არ შეიძლებოდა. ჩვენ გავასაჩივრეთ სოფელ გუმათში ნამდვილად ვადასტურებ და ჩვენ გავასაჩივრეთ ერთ-ერთი მოქალაქის სახელით აი ამ ბლოკპოსტების ეწოდებოდა ხო? და ამ დრომდე ეს არის 2021 წლის აპრილის დასაწყისი და დღეს 2025 წლის ოქტომბერია და არც ამ პროცესზე მოსამზადებელი სხდომაც არ ჩანიშნულა, ან რა აზრი აქვს ის ბლოკპოსტები საერთოდ აღარ არის და დავის საგანიცდება ამ დროის პროცესები. ხო, ანუ იმის თქვა გინდა რომ ანუ ადამიანი რომ დააკავა, არავინ არ დაელოდება ცალკე პროცესი რომ დაიწყო და 5 წელში რომ დაადგინოს უი აქცია არასწორად დაშალა, შენ მოხდილი გექნება ის ერთი წელი უკვე. კი, და ეს არის ერთ-ერთი სახე ამ 357 მუხლში შესული ცვლილებებისა
და სხვა ბევრ მსგავს ქმედებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ის გადაკეთება რა აი ძალიან მარტივ რუსთაველი გადაკეთდა დავდექი ქუჩაზე ამის გამო ადმინისტრაციული წესით დავჯარიმდები ანუ შეიძლება პატიმრობაში გამიშვა მაგრამ მეორე კი დავჯერიმდი პატიმრობაში წავალ პირდაპირ და მეორე გადაკეთებულ რუსთავაზე ისევ თუ დავდკი ფეხი სისხლის სამართლებრივი წესით წავალ ნამდვილად ასე იქნება და ეს შეიძლება არ იყოს, აი მაგალითად ჩვენ სხვა პროტესტებიც გვინახავს, აი მაგალითად წამალს ითხოვდნენ ბავშვებისთვის და ეს შეიძლება გავრცელდეს ამგვარი ტიპის პროტესტებზეც, ხო? ეს ხო არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ მიღებული კანონები, შეიძლება ეხლა აღასრულებენ და ეხლა არის ამათ მიმართ, მაგრამ ეს სხვა ადამიანებსაც შეეხება და ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უნდა იაზრებდნენ იმას, რომ ეს რეპრესიები ადრე თუ გვიან მათაც მიაკუნებს. მე მგონი ირმა ინაშვილი იყო, რომელმაც სწორედ ეგ თქვა, რომ ეხა ვინმეს თუ გონიაო, რომ აი ამ გინდათ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნაწილში რომ ამაზე შეჩერდებიან, არ ვინმეს თუ გონია რომ აქციების ნაწილში ამაზე შეჩერდებიან, რომ მარტო იმათ შეეხება ძალიან ცდებითო და ეგ ხო ყველამ ვიცით რომ ხა სახელმწიფოს რომ მიენჭებ რაღაცა ბერკეტს და აიღებს იმ ბერკეტს. რა თქმა უნდა, როცა დაჭირდება და ვის წინააღმდეგაც დაჭირდება, გამოიყენებს ცალსახად, ხო? ერთი კითხვა ასევე ძალიან ბევრ პატიმარზე ვსაუბრობთ. შეიძლება მაყურებელს აქვს კითხვა, რომ რატომ მოიხსენიებთ ამ ტერმინით, ხო? აი მათ შორის საიას კვლევაშიც არის აღნიშნული რა ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ძალიან კარგად არის ახსნილი და საერთაშორისო სტანდარტები მოხმობილი და ასე მრავალი სხვა. უბრალოდ აი ხა ამ მარტივი და ისეთი საუბრითაც რომ ვთქვათ ჩვენც რომ რასაც ვლაპარაკობთ ხო ერთის ხრი ვილაპარაკეთ რომ ადამიანები დააკავეს ზოგიერთი ნივთის დაზიანება ზოგიერთი აბსოლუტურად არც კი ჩანს რა რამე დაზიანდა თუ არა რაღაცა ისროლა და ქაღალდია ზოგ შემთხვევაში მას პოლიციას ლოყა გაუწია აი ძალიან რაღაცა მინიმალისტურ რაღაცა და ზოგ შემთხვევაში სრულიად აბსურდულად ნარკოტიკების ჩადების შემთხვევა პირდაპირ დადასტურდა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით ხო და რუსეთის მოქალაქეებს დაუტოვეს და მაინც მიუსაჯეს ხო როცა იგივე ძალიან მსგავსი кейსი იყო აქეთ ნახეთ რომ არავინ არ დასჯილა მოძალადე პოლიციელები ეგრეთ წოდებული ტიტუშკები ხო ტv პირველი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე გონი ანუ და ოპერატორი ბიჭი შეწირული გვარი მახსოვს ხო მართლა პირდაპირ ერთაში კლაუდნენ ჩაულებდა და არავინ ამის გამო არ არის დასჯილი ხო აი ეს არის რა ორმაგი სტანდარტი როცა პოლიტიკური ნიშნით აკავა მე სხვა ეხლა რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის პოლიტიკოსები რომლებიც ეხა არიან ნუ ფაქტია რომ ანუ იმის გამო კი არ ზის ციხეში რომ დანაშაული ჩაიდნენ იმის გამო არის მის მიმართ საქმე დაწყებული რომ რაღაცა პოლიტიკურ ნიშანს ხედავენ იგივე შემიძლია თქვა ძალიან გავს ეხა შიდა დაპირისპირებას ღარიბაშვილი ლილუაშვილთან დაკავშირებითაც ანუ ეს კი არა კეთილშობილებს ადამიანს უბრალოდ უნდა ვიცოდეთ რომ ეს პოლიტიკური რაღაც მართლმსაჯულება კი არა პოლიტიკური მართლმსაჯულების მიღწევის ფორმაზე ვსაუბრობთ ასეთ დროს უყურებთ იმას ხო რასაც უყურებთ აი იგივე აი პაპუაშვილი ამბობს ხომ ყველაზე ამაზრზენად აი ამ სიტუაციას გამოვიყენებ აი ცეცხლაძეზეც იმაზეც მზიაზეც ტერორისტები აი სიტყვების ნიველირება უგულებელყოფა აი რაღაცა გაუფასურება რას ნიშნავს ტერორისტი ხო რანაირად შეიძლება იყოს ტერორისტი მზია ამაღლობელი აი რა რომელი ლოგიკაში ხდება და ერთი მინდა და აი ამაზე მზია ამაღლობელზეც რო თქვათ აი საიაიცადო მათ შორის ერთ-ერთი ადვოკატი იყო და მათ შორის მაინტერესებს აი თქვენი ორივე შეფასებით რატო იქცა მზია ამაღლობელი საქმე ესეთი ყველაზე რეზონანსული ხო და ყველაზე რაღაცა ყურადღებას იქცევს და აქვე სანამ ამას მიპასუხებთ დღეს გავრცელდა რომ ნინო დათაშვილის პედაგოგი მასწავლებელი მის უყოფა პატიმრობაში მის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამძიმებული და ისიც წინასწარ დაკავებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება რაც სრული აბსურდია აი ამის გამო რომ პატიმრობებზე ვსაუბრობდით ჩვენ და დაუსაფუთებელ პატიმრობებზე აი ნინო დათაშვილის შემთხვევა კიდე ერთი ძალიან მკაფიო მაგალითია მის მიმართ დაუსაფუთებელი პატიმრობის და ეს არ არის აღკვეთის ღონისძიების რაღაცა აღსრულება და მისგან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ადამიანი უბრალოდ ისჯება ამ ფორმით იმიტომ რომ აი ჩემთვის წარმოუდგენელია რა სახის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ნინო დათაშვილი, თუნდაც გირაოთი გათავისუფლებული, ისეც რისი აღკვეთაც სახელმწიფოს არ შეუძლია. არ შეუძლია თუნდაც გირაოთი, თუნდაც სამაჯური დამატებითი ვალდებულებებით, აი ნებისმიერი დამატებითი ვალდებულება რო აიღო,
მისი ადვოკატები ამაზე აპელირებდნენ სხდომაზე და საიამ ამიკუსით წარადგინა ამ საქმეზე და ჩვენ პირველი წარდგენის სხდომაზეც ვამბობდით იმას, რომ მის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოხდა დაუსაბუთებლად და მე ყველა ეტაპზე გადაისინჯა ეს პატიმრობა და სასამართლომ არ შეცვალა და აი ესეთი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით ადამიანი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. და როცა საუბრობენ იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ხდება მისი ჯანმრთელობის რაღაც საჭიროებების დაკმაყოფილება, ჩვენ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვნახეთ, რომ არ არის ეს საკმარისი. და აი მართლა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მე არასდროს არ მიყვარს ხოლმე რომ რაღაცა ერთი გადმოსახედიდან ვისაუბრო. აი ჩემთვის პროკურატურის პოზიციიდანაც წარმოუდგენელია ამის დასაბუთება, რა საჭიროა ამ ადამიანის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა. თუ არა ის რომ აი იმ კონკრეტულ მანდატურებს ვიზე ძალადობასაც ედავებიან აჩვენონ რომ აი ესე მკაცრად და სასტიკად სჯიან ამ ინციდენტში მონაწილე ადამიანებს, მაშინ როცა მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის აი რა ვიცი, არ მახსენდება სხდომა, როცა სასამართლოში მივსულ ვარ და იქ აქტივისტების პროცესები ყოფილა და მანდატურების მხრიდან, ცხადია ყველა მანდატურს არ ეხება ეს, მაგრამ ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან რაღაც ძალადობრივი ქმედებები და აი ერთი გამოძიება, არ ვიცი, დაიწყო თუ არა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ არის ამის შესახებ ცნობილი, რომ იქნებ, ანუ სახელმწიფო ერთ შემთხვევაშიც არ დაინტერესებულა, რომ იქნებ ისინი ამეტებენ თავის უფლებამოსილებას, ხო? იქნებ რაღაცა მეორე, აი მოჩვენებითაც კი აღარ აკეთებენ უკვე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იციან, რომ ამის მოჩვენებითად გაკეთებაც მე იქ ვიღაცაებისთვის იქნება ნიშანი იმის, რომ აღარ განახორციელებენ მსგავს ქმედებებს და აი გარეთ ხო ძალადობენ ადამიანებზე და სასამართლოშიც სასამართლო შენობაშიც ეს ძალადობა რაღაცნაირად ნორმად უნდათ რომ იქცეს ამ გულგრილობით და უგულებელყოფით ადამიანების მათ შორის აი ნინო დათაშვილის შემთხვევა კიდე გამორჩეული იმითაც არის რომ ამ ადამიანმა თვითონ მიმართა პოლიციას ანუ 112-ში თვითონ დარეკა და მის მიმართვაზე მე არ ვიცი არ გაჟღერებულა რომ რამე რეაგირება ქონდა საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხო აი ზიაზე დავასრულებ რატომ გახდა ესეთი რეზონანსული სახაროვის პრემიაც ძალიან ხო გარდა იმისა რომ მზია ამაღლობელის საქმიანობა ჟურნალისტურ საქმიანობას მნიშვნელოვნად უკავშირდება მისი დევნის საქმე და დევნა ამ შემთხვევაში დიახვლინდება იმაში რომ ის სასჯელი რაც მის მიმართ არის გამოყენებული არის სწორედ აი ამ პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ საუბრობდით აი ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე 357 მუხლში სადაც ჩაიწერა რომ შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევა არ ითვალისწინებს საერთოდ თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელს. მზია ამაღლობელს ბრალად წარედგინა ზუსტად იგივე მუხლი, რაც ზვიად-რატიანს და ნინო დათაშვილს, ორ შემთხვევაში გადაკვალიფიცირდა ეს მუხლი და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობაც შეფასდა და დარწმუნებული ვარ, მაქსიმუმ ნინო დათაშვილის საქმეზე თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაქსიმუმ ისევ შეიძლება ეს მუხლი იყოს, თუმცა მზია ამაღლობელის საქმის გათვალისწინებით მაშინ როდესაც თვეების მანძილზე გაგრძელდა ეს არსებითი განხილვები და აგვისტოში დადგა განაჩენი, მოსამართლეს ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა არასაპატიმრო სასჯელი გამოეყენებინა მის მიმართ და შეეფარდებინა ჯარიმა. აი ზუსტად აი აქ ვლინდება სად ჩანს პოლიტიკური მოტივაციები, რა ინტენსივობის ქმედებაზე, რა სასჯელს, როგორ აღკვეთის ღონისძიებას იყენებს სასამართლო და მზია ამაღლობელის საქმე გამორჩეული იყო იმითაც, რომ კიდევ უფრო კონტრასტულად და დემონსტრაციულად წარმოჩინდა როგორც სისხლის სამართლის კოდექსის სიმძიმე, ისე აი სასამართლოს როლი ამ პროცესებში და მათ შორის თავისივე ამ მრჩევლისთვის გაუჭირდა ქართულ ოცნებას, როგორ შეიძლება ქალის მიერ გაწნულმა სილამ მამაკაცი დააზიანოს იმგვარად ამ არ ვიცი შეფარკლული ღაწვით, რომ 2 წელი საპატიმრო დაწესებულებაში მოიხადოს სასჯელი შავრდებულმა. ეს საქმე სწორედ აი ამ გადმოსახედიდანაც გახდა რეზონანსული, რომ
თავისი ამომრჩეველს ვერ აჩვენეს ქმედების ინტენსივობით, რა საფრთხე ექმნებოდა, არ ვიცით, გებუაძეს, საზოგადოებას და ზოგადად სამართალ და ცალ სისტემას. ხო, იყო, რომ თითქოს ის რაღაც გავლენას მოახდენდა, ან თუნდაც ჩაიდანდა ახალ დანაშაულს და მე არ ვიცი, ეს კაცი მაღალ თანამდებობაზე იყო ბათუმში ხო და რატო ხო როგორ ქონდა, როგორ უნდა ქონოდა მას კიდე რაღაც განმეორებით იქმნების. გებუაძე განმარტა, მე არა ვარ სხვა პოლიციელებს შეექმნებათ საფრთხეო და ერთი იყო თუ გახსოვთ აი რო ვერ ამტკიცებდნენ ანუ რაღაცა ვერ გამოდით პროპაგანდამ და კობახიძე ამოდა პირდაპირ და პაპუაშვილი რომ ზია ამაღლობელმა სატელეფონო შეტყობინება მიიღო და აი და დავალება შეასრულა მოკლედ აი ეს მსგავსი რაღაცა შინაარსი და ნარატივი ქონდა საერთოდ რამე არის საქმეში მოკლედ ტექსტური შეტყობინება არის თუ არა მზია ამაღლობელ საქმეში მაგას აი ზუსტად ნინო წილოსანსაც ქონდა მსგავსი ნარატივი და შემდეგ ადვოკატებმა დააყენეს სასამართლოზე შუამდგომლობა ადამიანების ვინც ამას ავრცელებდა გამოკითხვის შესახებ იმიტომ რომ პროკურატურა უნდა ყოფილიყო პირველი ის ორგანო რომლისთვისაც ეს განცხადებები იქნებოდა საინტერესო თუ მას ქონდა რაღაცა ჭეშმარიტების დადგენის მიზანი ხო, მაგრამ ეს არ დააკმაყოფილა სასამართლო, იმიტომ რომ ეს იყო სუფთა პროპაგანდისტული გზავნილები და ამას არანაირი შინაარსი არ ქონდა. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებიც, ვინც ამაზე საუბრობდა, ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ აბსურდულ გზავნილებსაც მათი პროპაგანდისთვის ავრცელებდნენ და რაღაცას სამართლებრივი დატვირთვა ამას ვერანაირი ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ რამე რო ქონოდა, დარწმუნებული ვარ, ამას ააფრიალებდნენ კი არა, აი არ ვიცი, ალბათ ამაზე ისაუბრებდნენ მთელი დღეების მანძილზე. აი, ნანა ბოლოს რო წავიდეთ ერთი კითხვა მექნება და აი ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით რომ გამართლებელი განაჩენები აი ამას რას მიაწერდი აი რატო გადაწყვეტა რეჟიმმა და სისტემამ ანუ ცნებამ რომ რაღაც ნაწილში გამართლებელი განაჩენები დამდგარიყო ან ასევე ეს ორივესთან მექნება ეკითხვა გარკვეულ შემთხვევაში მუხლების გადაკვალიფიცირება უფრო შედარებით ნაკლებ სასჯელიანი მუხლების გამოყენება რა მიზანს ემსახურება აქ ქართული ოცნების პროკურატურა სხვათა შორის მე არ ვარ ისეთი მაღალი წარმოდგენის ამ ხელისუფლებაზე და სამართალდამცავ სისტემაზე რომ ჩავთვალო რომ ეს სტრატეგია ქონდათ და რაღაც ხალხის მოსაჩვენებლად გააკეთეს ის რომ გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო მიუხედავად იმისა რა ტიპის სასამართლო გვაქვს მოსამართლეებმა განაჩენები უნდა დაწერონ და ეს განაჩენები უნდა დაწერონ არსებული მტკიცებულების საფუძველზე. თუნდაც, არ ვიცი, მოჩვენებითი მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა დაგვანახონ საქმეებში და დაწერონ ეს განაჩენი. სხვათა შორის სოციალური სამართლიანობის ცენტრის კონსტიტუციური სარჩელის შედეგია ის, რომ ნეიტრალური მტკიცებულების არსებობის გარეშე გამომტყუნებელი განაჩენი ვეღარ დადგება. ეს უბრალოდ გირქებულია საქმეს გულისხმობ ბირჟა მაფიისაკ. კი. და მე მართლა მგონია, რომ იმ სიჩქარეში, იმ წარმოუდგენლად ბრუტალური ძალადობის გამოყენებასთან ერთად, რასაც ყოველდღიურად ხედავდით აქციებზე, რაღაცები უბრალოდ გაექცათ სამართალდამცავებს და ვერ დაამაგრეს საქმეზე საჭირო მტკიცებულებები. ამ ადამიანებმა 9 თვე სასამართლოში გაატარეს და ის რომ საქმეში მტკიცებულებები არ იყო, ეს სასამართლო მიცოდა პირველივე დღეებიდან და სასამართლოს რომ მართლაც რაღაც მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, იმ მტკიცებულებების საფუძველზე საერთოდ მათი პატიმრობა არაგონივრული იყო თავიდანვე. ამ ნაწილში მაინც შეეძლო ეჩვენებინა, რომ აი საქმეში არ არის სათანადო მტკიცებულებები და მინიმუმ გირაო გამოეყენებინა მაგალითად, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სასამართლომ ბოლომდე შეასრულა, ასე მგონია მე რეჟიმის დაკვეთა, რაც იყო რომ ეს ადამიანები შეშინდნენ და ამ საქმეებს ყველას ინდივიდუალური დასჯის მიზანი კი არ ქონდა, სოციალური ეფექტი უნდა მოეხდინა სხვებზე, რომ შენც ჩაგიდებთ წამალს, რაღაც უკანონო ნივთიერებას, არ ვიცი, იარაღს და შენც ასე დაიჭები, ზოგს გცემთ, მე არ დავშით მოძალდაებს, ზოგს ადმინისტრაციული წესით დაგაკავებთ, ზოგს უფრო მეტად გაგწირავთ და გაგიმეტეთ ასეთი ტიპის დანაშაულებისთვის. უბრალოდ ფაქტია, რომ ამ საქმეებში არ იყო თარჯიმნის საჭიროება და თარჯიმანი ვერ გახდებოდა ნეიტრალური მოწმე და ნამდვილად არ მგონია სხვათა შორის აქაც ის რაღაც ეროვნული ნიშნით მოხდა ამ საქმეების გამორჩევა და ეს ჩემი პირადი შეფასება არის, რომ აი რაღაცა ქართველები უნდა გათავისუფლებულიყო. უბრალოდ აქ არა
ტექნიკურად ნეიტრალური მოწმის ჩართვის სავალდებულოება არ იყო და რაღაც მტკიცებულება რაც იქნებოდა პოლიციელის გარდა ვინმე ან რამე სხვა საქმეებში არ იყო. ამიტომ ეს მგონია რომ გაექცათ. რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, აქაც არის საჯაროობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ პირდაპირ ეთერებში ვუყურეთ პირველი რამდენიმე თვე რაოდენ აბსურდული ვითომ დანაშაულების გამო არიან ადამიანები პატიმრობაში და თუ რამე კარგი მოხდა, არ ვიცი ამას კარგი როგორ შეიძლება დავარქვა, დადებითი აჩვენა ამ ბოლო ერთმა წელმა არის ის, რომ საზოგადოებამ გაიაზრა რა მნიშვნელოვანი ყოფილა სასამართლო. ბოლო წლების გამოკითხვები რომ ნახოთ, როგორც საერთაშორისო ისე ეროვნული სასამართლო იყო ხოლმე ათეულს მიღმა პრობლემებში. დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ სიღარიბესთან ერთად ის ერთ-ერთ პირველ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებიც დღეს ჩართულები არიან და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები. რამდენიმე წლის წინ ეს სეგმენტიც კი ვერ გრძნობდა და ვერ აღიქვამდა რა საფრთხის შემცველი არის და რაოდენ ძიმე შედეგებს მოგიტანს, როცა დაჭირდება სისტემა. ხო, იგივე ბესარონალავიძის ინტერვიუ იყო, ხო, რომელიც ან ეხლა როუს მინეთ ჩვენ ხო ყველაფერი ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა და ხალხიც როგორი შოკი იყო და ახალი ამბავი გახდა ის, რაც წლებია ჩვენ ვიცით, ხო? ვფიქრობდი, რომ ამას რა უსმენდი, ხა ბოლოს რა მოხდა კიდე ამ თემის ესე წამოწევა და ის ჩანაწერი რო გავრცელდა. აი თითქოს ეს ყველაფერი ისედაც ხო ვიცოდი. ჩვენთვის ძალიან მე ჩემთვის კიდე ერთი შოკის მომგვრელი იყო ერთ-ერთი მოსამართლის განცხადება, რომელსაც ესეთი კონტექსტი ჰქონდა, რომ მოსამართლეო და პატარა ზეწოლოსო ვერ უნდა გაოძლოსო და ეს იყო აი რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი, ხო? მათ შორის ირიბად შეიძლება იმის აღიარებაც, რომ მართლა ხდებოდა ამ ადამიანზე ზეწოლა და მას როგორც სამართლის თურმე უნდა გაეძლო ამ ყველაფრისთვის და რაც შეეხება მედიის ხავარი უნდა შემოიჭრო. ხო, მედიის აკრძალვით აი ამაზე არ გვისაუბრია ბევრი და მე თუ მკითხავთ ეს არის აი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დიდი ბოროტება, რაც შეიძლება ესეთ თვალსაჩინო არ იყოს, მაგრამ აი ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ ამ საქმეებში ძალიან მაღალი იყო პოლიტიკური მდგენელი და ეს იგრძნობოდა პროცესის ყველა ეტაპზე, ზუსტად მედიის აკრძალვამ არ გამოიტანა ესენი ესე ფართოდ, ეხლა ჩვენ კი ვესწრებოდით და ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ ესე ფართო საზოგადოებაში აღარ მოხდა ამის ესე გაშუქება. მიუხედავად იმისა, რომ მედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი რაღაც ლაივ ბლოგებით, მეშვეობით აშუქებდა, მაგრამ ამას ყველა არ უყურებს, ხო? და ზუსტად ეს იყო მიზანიც, რომ ადამიანებს ვერ ენახათ იქ რა ხდებოდა, იმიტომ რომ აი მერწმუნად ყველა დაკითხვის დროს მე სულ ისე ვაფასებ ხოლმე ჩვენი მონიტორინგი არ არის მხოლოდ რაღაცა ესე ზედაპირულად პროცესუალური, ჩვენ ვაფასებთ ასევე მხარეების მომზადებას და ეს ბრალდების და დაცვის მხარეს და აი ყველა პროცესი იმდენად თვალსაჩინო იყო ეს განსაკუთრებით დიდ საქმეებში, აი 8 პირიან და 11 პირიან საქმეებზე ჩანდა, რომ აი ყველა მოსული მოწმე თითქოს საბოლოო ჯამში არაფერს არ ამბობდა ამ ბრალდებული პირების საწინააღმდეგოდ და ეს საქმეები იშლებოდა, აი თუ თავიდან მიყვები და ადევნებდი თვალს პროცესის ბოლოს ნახავდი, რომ ამ საქმეებიდან თითქმის აღარაფერი აღარ დარჩა ისეთი, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო გამომტყუნებელი განაჩენის, მაგრამ ნუ ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მივიღეთ გამომტყუნებელი განაჩენი და შეცვლილი კვალიფიკაციით და რაღაცა აი ეს 2 წელი თითქოს უნდა გვიხაროდეს, ხო? ნუ ეს 2 წელი კი არა 2 დღე არ შეიძლება რომ ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდეს და 2 საათიც კი. და რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, აი ნარკოტიკული დანაშაულების განაჩენებს თუ ნახავთ, წარმოუდგენელია ამ განაჩენებში მოსამართლეების мотиваცია, არ მინდა რომ ეს გააправონ პოლიციელები და ისაუბრონ იმაზე, რომ აი ეს შეიძლება ჩადებული კი არ არის, ეს რაღაცა მტკიცებულებების ერთობლიობა არ იყო და იქ ნეიტრალურ მტკიცებულებაზე აპელირება და შენ სწორედ აღნიშნე მარიამ, რომ აი თარჯიმნების შემთხვევაში ტექნიკურად ეს მხოლოდ ტექნიკურად შეიძლება იყოს,
ნეიტრალური მოწმე, იმიტომ რომ ჩვენ გადავიღეთ. გულისხმობთ იმას, რომ მაგათი ახობაძის კაცის შემთხვევაში და არ იყო თარჯიმანი ნეიტრალური მოწმე, თედო აბრამოვის შემთხვევაში და ანასტასია ზნოკინას და სხვა შემთხვევაში ჩათვალა სასამართლო რომ ნეიტრალური მოწმე თარჯიმანი. თარჯიმანი როგორ შეიძლება ნეიტრალური მოწმე იყოს? ის არის ეს თარჯიმანი ზოგადად ნეიტრალური უნდა იყოს პროცესის მიმდინარეობისას, მაგრამ ის თარჯიმნები, ვინც ამ საქმეებში ფიგურირებდა, მათი დამოკიდებულებებით, მათი პოზიციონირებით და მათი კავშირებით საგამოძიებო ორგანოსთან, რაც პროცესის მიმდინარეობისასაც გამოვლინდა და ამაზე მედიაში ძალიან ბევრი დაიწერა. არ შეიძლება შეფასდეს ნეიტრალურ მოწმეებად, იმიტომ რომ ეს რაღაცა იმ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ნეიტრალური მოწმე. და ამ ნაწილში ზუსტად ამას ჩაეჭიდა სასამართლო, მაგრამ მეორე გამომართლებელი განაჩენების შემთხვევაში ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი იყო მოსამართლის მხრიდან საგამოძიებო ორგანოს როლის მორგება და განაჩენში იმის ახსნა, რომ ამას კავშირი არ აქვს. ხო და რა ვიცი, ესეც კი ცხადყოფს იმას, როგორ ერთიან სისტემად არის ქცეული ყველა რგოლი მართლმსაჯულების. ნუ ფაქტია, ფორმალურად მოსამართლემ შექმნა მტკიცებულება, მოჩვენებითი მტკიცებულება, მაგრამ ფორმალურად არის, თქვათ ახობაძის და კაციას საქმისგან განსხვავებით, სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში არ არის და ამ მოჩვენებითი მტკიცებულებებით დღეს საპატიმროში რჩებიან ადამიანები და ესენი არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მძიმე სასჯელები მიიღეს ამ აქციებთან დაკავშირებულ სისხლისამართლებრივ საქმეებში. შემთხვევაში კიდე განსაკუთრებით რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არავინ არ იცის იქ როგორ დამძიმდება მისი ეს პრობლემა. მოკლედ მადლობა მარიამ ფატი აქ მოსვლისთვის და მადლობა იმ შრომისთვის, რომელსაც წევთ და დამიჯერეთ უკოლოდ ნამდვილად არ ჩაევლეს, იმიტომ რომ ზოგი ერთებსაც ეგონათ 2012 წლამდე რომ ეს ანგარიშები რომლებიც იწერებოდა თაროზე იქნებოდა შემოდებული და ის მტკიცებულება რომელიც იქნებოდა და დოკუმენტირდებოდა, ხო? დარჩებოდა ესე. თუმცა საბოლოოდ მე ის ანგარიშები ედებოდა ზოგიერთის საბრალდებო დასკვნებსაც და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი არსებობდეს ეს მონაცემები, ვიცოდეთ ჩვენ რას უყურებთ და დადგება დრო რა თქმა უნდა რომელიც მართლმსაჯულება უნდა აღდგეს, ხო? არანაირი ანგარიშ სწორება ან რაღაც შურისძიება ეს უნდა იყოს ამისგან დაცლილი, თუმცა სამართალმა პური უნდა ჭამოს აუცილებლად და ყველა ვინც მიიღო დაზიანება, იყო წამების არადემოკრატიის მსხვერპლი, გაატარა საპატიმროში ერთი დღე მაინც უკანონოდ, უნდა რეაბილიტირდნენ ამისგან და მათ შორის ისინი, რომლებმაც დანაშაულები ჩაიდინეს და უკოლოდ ჩაიარა, უკოლოდ არ უნდა იყოს და ეს ერთხელ დასამუდამოდ ეს ეგონა რომ ჩვენ ჯერ კიდევ რუსული კანონის შემდეგ აღარ ვიარსებებდით და დღეს შეიძლება იმ ადამიანების სისხლისამართლის საქმეებს სასამართლოში დავაკვირდეთ და ეს ჩვენი მონიტორინგი, როგორც თქვი, მომავალშიც გაგრძელდება. და აუცილებლად იქნება ნეიტრალური და არავითარ შემთხვევაში არ დაჩაგრავს. რა თქმა უნდა, როგორც მანამდე იყო ყოველთვის ობიექტური და ნეიტრალური, მათ შემთხვევაშიც ეს მონიტორინგი აქედანაც შემიძლია დავპირდა, რომ იქნება ასეთივე ნეიტრალური და ობიექტური. თუმცა ჩვენი საქმიანობა არის ამ ხელისუფლების სამიზნე და ესეც არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომ რომელს დაასწრებს ეს ალბათ ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს და სხვადასხვა ფორმებს, რასაც რეჟიმი იყენებს, ექნება თუ არა შემაკავებელი ეფექტი. და ზუსტად ეს სიტყვა წერია შემაკავებელი ეფექტი იმ განმარტებით ბარათში, რაც ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს ერთვის. ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ და შევეცდებით კომენტარის პოდკასტებში რაღაცა უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში სასამართლოს თემაზე მეტი ვისაუბროთ. და ამ ნაწილზე გავშალოთ, რადგან მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე საუბარი და ბოდიში ტელემაყურებელს ცოტა მეტი სამართლები ტერმინი თუ იყო გამოყენებული ჩვენი მხრიდან. მადლობა და კარგად ზანდებოდეთ. მადლობა.